22 წლის ქეთი ენერგიულად მოემართება სცენისკენ საყვარელ ბებოსთან ერთად. ნახოთ, რომელ მწვრთნელს მოაბრუნებს ქეთისკენ ბებოს ლოცვა ვედრება. ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს მამა ჩემი, დეიდა და ბიძია და აქეთ წამოვედი ბებოსთან ერთად, იმიტომ რომ დედა ჩემი საზღვარგარეთში იმყოფება უკვე 7-8 წელი. დედა თუ გიყურებს იტალიიდან და თუ გულშემატკივრობს? ძალიან გულშემატკივრობს, ვიცი რომ ძალიან ნერვიულობს და იმედი მაქვს რომ მის იმედებს გავამართლებ. მაგარია, წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. ბებია ჩემი არის ძალიან აქტიური პიროვნება ჩემს კარიერაში, ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველთვის უნდოდა რომ ყოფილიყავი მომღერალი. ბებოს მინდა ვკითხო, როგორია ქეთი? გააქვთ მისი იმედი, რომ დღეს იყო ჩადოს პლაკასტინგზე? მაქვს. ჯერათ რომ გაიმარჯვებს? ჯერას. ქეთი შენ თვითონ თუ გჯერა რომ გაიმარჯვებ? იცით როგორ არის მე ვცდილობ და მინდა ძალიან რომ კარგად ვიმღერო. დანარჩენი უკვე მწვრთნელებზე იქნება დამოკიდებული. ვსწავლობ იურიდიულზე, დავამთავრე, ახლა ვსწავლობ მაგისტრატურაზე და თანამედროვედ მუშაობ ერთ-ერთი უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი ვარ. განსხვავებული პროფესია სიმღერისგან, მაგრამ საღამოობით მომღერი კლუბში. რამდენიმე სიმღერაც მაქვს დაწერილი, უბრალოდ ესე გაჟღერებული არ მაქვს. ახალ ხმაში მოვედი პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მომწონს თვითონ ეს პროექტის ფორმატი. მინდა მოვიდეს ის დრო, როდესაც იქნება გავსებული დარბაზი და მაყურებელი მხოლოდ მე დამელოდება. აი ეს ძალიან მინდა. Day, another way for me to open up to you. No, no, another day, another way for me to open up to you. You, I used to worry. Only to find there's nothing more to say. To the talking. Now I'm at a silence. Do the walking. Yeah. Searching for another day, another way for me to open out to you. ესე იგი, მაინც კაია სმენა რო დამჩა ცოტა რა. იმიტომ რომ ჯერ ფანტასტიკურად იმღერე. სახელს არ გეკითხები, იმიტომ რომ ვიცი რა ქვია. ქეთი. ქეთი, გვიძერიძე. ეგრევე გიცანი. საიდან? მე და შენ არაერთჯერ ჩაგვიტარებ ერთად კონცერტი და ჯერ გიცანი ხმაზე და მინდა გითხრა არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ გიცნობ და ვიცი და ამის უფლება მაქვს რო თქვა და მე ვფიქრობ ნებისმიერ ჩემს აიგერ მეგობარს გაუხარდებოდა შენთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მე ვიცი შენი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე მე ვიცი რომ შენ ამ პროექტში შეძლებ იმას, რაც ყველას გაგვეხარდება ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მადლობა. დანარჩენი შენზეა. მე დავაჭირე კარგად ნამღერს. ბატონო მირაბ. დამიკარგე. რას მიშვება ეს და როგორ გვენს მაგაცება. ალო, რას მიშვება? სამაგიერო ეს. აბა. იმოცოთ მერე. მესეგი. რეჩებიდრია, ხო? აბა, გადი. Capite!
ბებო მაყოფილი ხარ? ძალიან. ანუ ჩვენც რაღა დაგივალოთ. აი მე დაიფორიებში ვარ. დახოსეს ერთმანეთს მწვრთნელებმა. მერაბი ძირითადად უჩარიჩებს დათოს და დათო რჩება ხახამშრალი.